გინდა მეგობრებო, მაგარი ისტორია მოგიყვეთ. ერთხელ მამაჩემის მაგარაში ვიყავი და ჩამეძინა. დამესიბრა ფეხბურთის სიზმარი. და ამდენს მე რო ეს მძინავს, სკამს ეზე ვურტყავ, ფეხებს ვურტყავ და მამაჩემი აქ იწიყურება. მამაჩემი აქ იწიყურება, რა ხდებაო? ხოდა მე გამეღვიძა თვითონ, მე ხელახმაზე ვურტყავდი სკამს. და მე მამაჩემი მეუნებოდა, რას ვურტყავდი ბიჭო ფეხსო. თურმე დავანტურიეს სკამი ისე, მაგრამ ვურტყავდი. ეგ არა, ის უფრო საინტერესოა. აბა რომელი? შუაღამისას რო წამოხდი, საწოლში და ჩემი რაო დაიგრიალი. ხო. შუაღამისას მძინავს, გაგუდი ბიჭო. იმენაი მაგრად მძინო, ამზამთარ და უცბად, აი როგორია მაგრად ოქდა და წამოხდა და ჩემია ვიღაც ყვირის და რა შენია, აი აზო ვერ მოვდი რა მოხდა, მართლა. გამოვიდი წყალი დავვლე, მე გავიგუდე სიცილით, რომ მეთქი ეთყობა მეკარეობდა სიზმარში. მაგარი ისტორიები მაქვს. აბანცულა, რანცულა, ბიჭანცულა, ტონცულა, მოკლედ ძმებო, მინდა გითხრათ, რომ აი ეს ხიდი, რომელზეც ახლა ჩვენ გავდივართ, აი ეს ხიდი შედის მეტეხის გვირაბში, აი პირდაპირ ციყვი. მოხედავ აი ამ ხიდს. ერთადერთი ხიდია ჩვენს რეგიონში, ამიერკავკასიაში, რომელიც მდინარეს სიგრძეზე კვეთავს. ხიდი ხო ესე იდება სიგანეზე, ხო? ეს ხიდი არის სიგრძეზე, ეხლა ჩვენ ხიდზე ვართ და მდინარეს მიუყვება სიგრძეზე. ესეთი ხიდები ძალიან ცოტაა მსოფლიოში და აი ჩვენ რეგიონში, საერთოდ ევროპის დასავლეთ აღმოსავლეთ ევროპაში ესეთი ხიდი მარტო აქ არის საქართველოში, თბილისში, აი ხა ეს ხიდი. დაუკვირდი სიგრძეზე მიდის, მტკვარი ხო ესე მიდის. ესე ხო მიდის მტკვარი. ეს ხიდიც მიდის სიგრძეზე, აი ხა გეიგე. აბა. მოკლედ გვირაბში კაი დროს გავატარებთ, გადაკეტილია 26 მაისის გამოვა. გზები და საცობში ვართ აგერ უკვე 45 წუთია, არა 35 წუთია და ჩვენ წინ გვირაბი ვარ კიდე გასავლელი. აი წინ. და კაც მარიცის ოდის გავალთ ამ გვირაბიდან. კაი დროის გატარება მოგვიწევს ამ გვირაბში, ციყვი მე და შენ. აი. და ხურეთ დარაბები. პონიციონერი შიდა ბრუნვაზე კაი შარში ვართ. დაგვიანებით უეჭველი დავუგვიანებ. სადა ხარ ვერ ხედავ? დაგვიანცულება გარანტირებული გვაქვს, ნახევარზე უნდა ვიყოთ იქ 11 და 57-ია. ზუსტად 13 წუთია უკვე გვირაბში ვართ, მეგობრებო, აქეთ არის საევაკუაციო გასასვლელი, აგერ მეორეც 13 წუთია ზუსტად რაც გვირაბში ვართ. 34 წუთი ვიყავით გვირაბში, მეგობრებო. სრული 34 წუთი. მეგობრებო, 9-ს აკლდა 10 რო გამოვედით სახლიდან. 2 საათია მოვდივარ დევასკულში. ასე იქნება ისტორიები, მეგობრებო, და არავის არ დავიწყდეს. აი ესე იქნება, მეგობრებო, ისტორიები. ეხა ძლივს მოვედით 1 საათია. აი ეხა ხდება 11. ეხა უნდა შევიდე და მგელისავით უნდა ვივარჯიშო, ბიჭო, აბა რა. 2 საათი და 10 წუთი მოვანდომეთ აქ მოსვლას, მეგობრებო. 2 საათი და 10 წუთი. საცობი იყო, გვირაბში ნახევარი საათი, არა 34 წუთი ვიდექით და მთლიანობაში ნახევარი საათისთვის მოვედით სავარჯიშოდ, მაგრამ რისი თქმა მინდა, ეს მარტო გაბრიელს არ ეხება. აი ესე დაბრკოლებების გადალახვა, ბავშვებო, თქვენ განსაკუთრებით, მხოლოდ გაძლიერებთ. და თქვენი ისტორიის ნაწილი გახდება, თქვენი ბიოგრაფიის და ეს ნაწილები, პატარ-პატარა თავგადასავლები, ეპიზოდები მთლიანობაში რკინის ნებისყოფის კაცებად და ძლიერი მენტალობის კაცებად ჩამოგაყალიბებთ, ასე რომ
გაწურეთ ბოლომდე ყველაფერი თქვენი თავი. ვიცოდით რომ დავაგვიანებდით, მაგრამ მაინც მოვა. კაი ხნის დაწყებული კი იქნება ვარჯიში. საათი ვარჯიში ზუსტად, იცი? 1 საათი? კი. 1 საათი მაინც მოასწარი. ჩვენ ხო ვარაუდეთ 9 საათი, მაგრამ 1 საათი კაი გემრიელი ვარჯიში მაინც ჩაატარა. ვა, თურმა, საერთოდ მიდგოდი. მაღაზიაში გაგიშვეს, აბა რა, წყალი აუცილებელია. Let's go on tour. ანუ ჩემთვის უფრო ბევრი დააგრძელეს რა ჩემთვის ვარჯიში. არის შენთვის გააგრძელეს თუ არა, მაგრამ 1 საათი მოასწარი და თუ შენთვის გააგრძელეს კიდე გიგანტური მადლობა თურმას. ძალიან დიდი კონტური მადლობა. აბა, აჯაზებს FC სამსულა. როგორ მოგეწონა თქვენი ცეკვა ბიჭებო? დარწმუნებული ვარ ყველა ნახე.
ხო, ნუ მოკლედ ყველაფერი კარგად არის. ეს რაღაც ინვენტარს ვერ დაალაგებ შენ ალბათ. ეს ჩემ ფეხსაც მე მოკლედ ხო ვერ მოხსენე რა. დასრულდა ჩვენი ხანგრძლივი დღე, უბრალოდ. აი ესეთია ყოველდღიურობა ჩვენი, ზემოდებო.